თბილისის ღია ტურნირზე, რომელიც 17 და 18 ოქტომბერს ჩატარდა ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებული კრივის სკოლის მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს. თორნიკე მთივლიშვილმა, ლაშა ქუმსიაშვილმა და გიორგი სიმონიშვილმა 58 და 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2 ოქროს და 1 ვერცხლის medali ჩამოიტანეს. 29 ოქტომბერს კი გურჯაანის ღია პირველობა დაიწყება, სადაც ახალგაზრდა მოკრივეები საქართველოს ყველა რეგიონიდან მიიღებენ მონაწილეობას. ჩატარდა ტურნირი ქალაქის ღია პირველობა, სადაც გურჯაანის სპორტსმენები ვიყავით წასულები, მე ავიღე პირველი ადგილი, 3 ჭუბე ვიჭუბე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეჯიბრი, მომავალში ვეცდები რომ უფრო უკეთეს შედეგი ვაჩვენო და ახლა ვაპირებთ გურჯაანისთვის მომზადებას, რომელიც ამ სკოლას გაიმართება. ამ ბიჭებს მოხმარება სჭირდებათ, თანადგომა სჭირდებათ, რაც გამოისახება ყველაფერი მატერიაში. და არა გვაქვს ბაზა, არა გვაქვს და ყველას ვთხოვ, ვისაც ხელეწიფების რომ თანაგვიდგნენ იქ ვიტამინებია საჭირო თუ რაც არის საჭირო, ყველაფერს მაინც ფინანსებთან მივყავართ და თანაგვიდგენ ამ კლუბს და უფრო მეტ შედეგსაც ვაჩვენებთ. ეს არის ძალიან დიდი წარმატება გურჯაანის ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის და მე მინდა ვინც გვერდში უდგა ამ ბავშვებს ყველას მადლობა გადაუხადო და მინდა ერთი დავამატო რომ ამ თვის ბოლოს 29-ში 30-31-ში იმართება გურჯაანში გურჯაანის ღია პირველობა კრივში, სადაც ეს და სხვა გურჯაანელი სპორტსმენები და არა მარტო გურჯაანელი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.